პასუხი არის მარტივი. არა და ამას აქვს ობიექტური, ასე ვთქვათ, რეალობიდან გამომდინარე კონკრეტული პასუხები. პირველი, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებს არ აღიარებს 2024 წელს ცივილიზებული სამყარო. არავინ დედამიწის ზურგზე. ის რომ ეს გამყალბებელი კაცი იყო, მე მაგალითად 2018 წელს იაკერზაია რომ მოკლეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს იქიდან მოყოლებული ჩემთვის გასაგებია. 2020-ში საპარლამენტო არჩევნები რო გაყავდა, მაგრამ მაშინ დასავლეთი გვეუბნებოდა რომ იცით რა ეს არც თუ ისე ცუდი კაცია ეხა ბიძინა და მოდი იქნებ პარლამენტში შეხვიდეთ, იქნებ ესე იყოს, იქნება ხელისუფლება გაინაწილოთ, იქნება ასე იყოს. 2020 წელსაც ოპოზიცია ფაქტობრივად რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილების შესაბამისად ნუ პარლამენტში მონაწილეობა მივიღეთ, ხო? 2024 წელს დადგა რა რეალობა. სოფლიო ამბობს რომ ივანიშვილმა არჩევნები არ ჩაატარა, ასანქცირებენ, იმიტომ კი არ ასანქცირებენ, რომ სახეზე არ ბოსტოთ ივანიშვილი. არჩევნები რო არ ჩაატარა, რო ძალადობს, რო აწამა ადამიანები, ამიტომ დაასანქცირეს. ჩვენ რას ვეუბნები ჩვენს პარტნიორებს? თქვენ დაასანქცირეთ, ხელი არ ჩამოართვა და ჩვენ ახლა ივანიშვილისვე არჩევნებში, სადაც დაკვირვების უფლებაც წაგვართვა, 2022 წელს დაკვირვების უფლება მაინც ჰქონდა. ახლა ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე 2022 წელს იყო და ამ დროს ასვამობთ. სად შევდივართ? არჩევნები მინდა თუ არა? მაგრამ იდეა ლევან, აი დაუშვათ ის იდეა, თუნდაც როდესაც სამს და დამკვირვებლებზე საუბრობთ, რომ აი თქვენ თავად იყოთ დამკვირვებლები, პოლიტიკოსები, პოლიტიკური ლიდერები, აი ამასთან დაკავშირებით. ანუ ეს არჩევნები ლეგიტიმაციასთან არანაირ კავშირში არ არის. ასეთია კონტრარგუმენტი, რაც მე მომისმენია. ტყუილი პირდაპირ უნდა ვთქვათ, აბსოლუტური ტყუილია. ეს კვლევაც რას ამბობს, კაცო, ეხა მოდი მაყურებელს ნუ მოვატყუებ. ერთი ხალხი რომელიც რაღაცა ამას აკეთებს, ჩემთვის არ არის მისაღები ადამიანი. ყველაფერს დაერქვას თავის სახელი. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მოყვანაში ლომის წილი აქვს, იქ ხუხაშვილიდან დაწყებული და მე მოძღრავს რა, ეხა არჩევნებში უნდა შეხვიდეთ და ყოველთვის ჭკუას გვარიგებს. ყველა ეპოქაში არა, გავიგე, ხო შეიძლება ჩემი აზრი გითხრათ. ყველა ეპოქაში მართლები არიან და არიქა ესა და ეხლა რაღაცნაირად გვექაჩებიან იქნება იცი არჩევნები თბილისი წაართვათ. 70% ამ კვლევითაცვე ამბობს თბილისელების რომ არჩევნები არა, ჩახედეთ ამ კვლევას. კაი, უნდა თუ ყველა მეორე ამბობს არა არჩევნებს. რაზე ვლაპარაკობთ? ეხლა აბსოლუტური სიგიჟეა. ჯერტი ეს კითხვა როგორ იყო ფორმულირებული? არჩევნები მინდა თუ არა? კი, არჩევნები მინდა. ბიძინას სპექტაკლი არ მინდა და ბიძინას ჩატარებული არჩევნები არ მინდა. ეკა თორე აბა არჩევნები გვინდა ყველას. თქვენ თუ კითხავთ მოქალაქესა, არჩევნებიც უნდა წავიდეს თუ ხო? მეც არჩევნები მინდა, აბა რა გვინდა? ყველას ეგ გვინდა, ოღონდ არა ბიძინას მიერ ჩატარებული. და ამიტომ ეს ხალხი რო რაღაცა ტელევიზიაში რასვლის ეს ადგილობრივი არჩევნები? აი რატომ არ განიხილავთ ამასაც ბრძოლის ველად? და რატომ თვლით რომ არარეალურია, როდესაც ოპოზიციამ ერთობლივად მოუგო თუნდაც გაყალბებულ არჩევნებს? აი მოდი, არა, გითხარით არგუმენტები. იყვებით აგერ ბიძინა ივანიშვილს უჭირავს ტაბლო და საპარლამენტო არჩევნებზე დაწერა ის, რაც მას უნდოდა და ეს აღიარა მსოფლიომ თქო. არაფერი არ შეცვლილა, როგორ შევდივარ იქ. პატიმრები დაემატა, როგორ ეხა პირობითად ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს, იგივე ირაკლი ოქრუაშვილს არ ეძლევა მაგალითად ადგილობრივ თვითმმართველობაში. ეხა ვიღაცას უნდა რომ მე ეხა კამპანია ჩავატარო ბრძოლისველი და ეს ხალხი ციხეში რო ყავს და 60 ბავშვები რო არიან ციხეში, აი მათე დევიძეს ასე ვუნებით რომ შენ იჯეკი და რომ დაუყენოთ ულტიმატუმი რომ გამოუშვათ ადამიანებს. მოიცა ადამიანები ვივაჭროთ, მე ამან ჩაატაროს არჩევნები, მე კიდე ახლიდან დაიჭიროს. ხალხო ერთ და იგივე წრეზე შევიდეთ, ანუ ბიძინა ხო ვაჭრობს მუდმივად ამ ადამიანებით. ჩემ პოზიცია ხო გინდათ გაიგოთ, აგე გიხსნით ახლა. ესე იგი ეს უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ ეს პატიმრები. და ჯერთი ამ პატიმრების პირობებში რომ გამოუშვან ეს პატიმრები და მე დაიწყოს ვიღაცამ ლაპარაკი, ვიტყვი რომ ოდნავ მორალურ ხას არ გადადიან და ხალხი ციხეშია და ეხა ბავშვებს ელოდებათ, არა მარტო ბავშვებს, აი გავიცი, ასაკიანი ხალხია და 5-7 წელი ციხე ელოდებათ. ეხლა ამ თვეებში მიიღებს ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას. ბავშვებს ბავშვი გაუშვას. პირველი განაჩენი მათე დევიძის უკვე გვაქვს. ეს ბავშვები ციხეში უნდა გაუშვას და ამ დროს ჩვენ იცია თბილისზე მაგალითად თავი არ მოვიტყუოთ. ჯერთი სრული სისულელია ტაბლო ამ კაცს უჭირავს, რასაც უნდა იმას დაწერს. შევთანხმდეთ ამაზე კაცო და ამა ეს რო გაიგო სოფლიო იმიტომ არის. ბრძოლაში არ გახსნის ეს ლევან. აი დაუშვათ რა თქმა უნდა გააყალბებს ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ახალ სუნთქვას ბრძოლაში რო კიდევ ერთხელ გეტყვით ახალი სუნთქვა რა შეუძლია გახსნას. არა გახსნის. იცი რა არის ადამიანების ყველა მეორე ამბობს არჩევნები არ მინდა. ეხლა ჯერ ერთი ის ყველა მეორე უნდა დავარწმუნო რომ არჩევნებში მოვიდეს, მე სიგიჟია ხალხო, მართლა ერთ და იგივე წრეზე. ვიღაცები ეხლა არ მინდა, კიდევ ამბობ, მაქსიმალურად თავს ვიკავებ ხოლმე, მაგრამ მოგვიწევს ლუსტრაცია ეხლა მიმდინარეობს მათ შორის პოლიტიკური პარტიების. ვინც მონაწილეობას მიიღებს, ეს არის ღალატი. მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი კონკრეტულად ეს არის ღალატი. ამ ადამიანებს უნდათ უბრალოდ სტრატეგიულად სხვა ხაზს. არ ვიცი, მე სხვა ეჭვები მაგას, სხვა ეჭვები მაგ ახარიასთან დაკავშირებით თქვი რომ გარიგებულია თქო რამდენიმე თვის წინ და აგიხდათ
ყველაფერი არჩევნებში შევდივარო. აგერ ეხა საქმე აღუძრეს, არ გამორიცხავ, იმიტომ რომ აქტუალიზაცია მოახდინა უბრალოდ ამ ადამიანს. არ მინდა რა, არ შევალ დეტალებს რომ იგი. ხო, კი, ეგ ანუ აქტუალიზაციისთვის არის ეს ყველაფერი. ეს ხალხი პატიმარკაძე იძახო და იცით რა არის? იცით რა უბედურება სათქჭირს. მიხეილ სააკაშვილზე რო თქვა ვიღაცეებმა, ეხ პოლიტიკა გახარიოს რო კითხოთ, ეგ არ არისო პოლიტიკური პატიმარიო. აი მიშა სააკაშვილზე რო ვიღაცეებმა გემოვნების გამო თქვეს, რომ ეგ არ არის პოლიტიკური პატიმარი. იმიტომ მივიღეთ 60-მდე პოლიტიკური პატიმარი. ზოგი ისეთი პოლიტიკასთან რო არ ჩაულია. აი მათე დევიძე პოლიტიკასთან რა შუაშია? საქართველოს მოქალაქე, პატრიოტი, ახალგაზრდა ბავშვი რატო უნდა იჯდეს ციხეში? აი ამიტომ მივიღეთ, როცა ვიღაცაზე პოლიტიკური გემოვნების გამო თქვით რომ იცი ჩვენ კი არა ვიღაცეებმა. ოღო ეს იყოს. ეხლა მე რო თქვა, დაიჭირეთ გახარია, აი მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ამბობ, აბსოლუტურად ძალიან ცუდი, ამორალური ისენი აქ ხოლმე რიგ შემთხვევაში პოზიცია, რო დაიჭირონ ალბათ პირველი ვიქნები, რომ პოლიტიკური პატიმარია თქვა და რატო ვიტყვი ამას, იცი? როცა ბიძინას უნდოდა, ეს კაცი ხო აი ხა რასაც ედავება, იმ თემის მერე პრემიერა დანიშნა. როცა არ მოეწონა ბჭყალებში, მე მგონია რომ აქტუალიზაციას ახდენს უბრალოდ. რო თუ ჩასვა ციხეში ეს კაცი, გამოვარო, ესე იგი მისი გემოვნების მიხედვით წყვეტს. ჩვენ ამის წინააღმდეგი უნდა ვიყოთ, რომ ბიძინა მისი გემოვნების იმით რომ წყვეტს, ეს არის პოლიტიკური დევნა.